უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე. საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით ყველას, ვისაც მომართული გაქვთ რადიო მიმღები FM 105.9-ზე. დაიწყო გადაცემა ავანსცენა სალომე კასრაძესთან და ნიკოლოზ წულუკიძესთან ერთად. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია და რა საკვირველია ჩვენ საუბრობთ თეატრზე და არაფერზე თეატრის გარდა. ჩვენს ყველა გადაცემაში ჩვენ ვცდილობთ მაქსიმალურად გამოვეხმაუროთ რეგიონალურ თეატრალურ ცხოვრებას და გავიგოთ თუ სად რა სპექტაკლებია. ხშირად ჩავდივართ ხოლმე, ვნახულობთ და აი თეატრმცოდნეთა გარკვეული ჯგუფი რამდენიმე დღის წინ დაესწრო ქუთაისის თოჯინების თეატრის წარმოდგენას და იშვიათად მინახავს სალომე კრიტიკა ისეთი ერთსულოვანი და მოწონებული. დღეს ველაპარაკე რამდენიმე მათგანს, გიგი ჭიჭინაძის ისფერა იყო წარმოდგენილი და სულ ყველამ აღნიშნა რომ ეს იყო ძალიან საინტერესო და რაც მთავარია ბავშვებისათვის ძალიან დროული წარმოდგენა და კლასიკა, ქართული კლასიკა ნამდვილად. ამრიგად ჩვენ ახლა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ლევან გამიჩიძე გვერდება პირდაპირ ეთერში. საღამო მშვიდობის ლევან. საღამო მშვიდობისა. მოგესალმებით თქვენ რადიოს მსმენელებს. ძალიან დიდი მადლობა რომ დაგვთანხმდით ჩვენთან გადაცემის მონაწილეობის მიღებაზე და აი როგორ გათამაშდა პრემიერა, როგორ მიიღო ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანი ჩემთვის პატარა მაყურებლის რეაქცია, რასაკვირველია ასევე თეატრცოდნეებისაც და როგორ მიიღო ქუთაისელმა მაყურებელმა სპექტაკლი. მე შენია ქებათ არ ჩამეთ თვითონ სპექტაკლის შვიდი, მაგრამ საერთო ჯამში ძალიან კარგად ვებულობენ, ძალიან ისეთი ჩართულები არის, ორგანულად არიან ჩართულები, ისევე განიცდიან, როგორც პერსონაჟები განიცდიან ძალიან პრობლემებს თუ გაჭირებასაც. მე მგონი სპექტაკლმა გაამართლა, რა თქმა უნდა, უკეთესიც არსებობს, უკეთესადაც შეიძლება და გაკეთება, მაგრამ საერთო ჯამში მე ვთვლი, რომ ძალიან კარგი შედეგი მიიღო თეატრმა ამ პრემიერის სახით, თავად მსახიობების საშემსრულებლო სტატუსის თვალსაზრისით, ცოცხალი ვოკალური იყო შენიშვნა ადრინდელი, რომ ფონოგრამაზე ხდებოდა სიმღერები, ახლა ცოცხალი შესრულებითა და ერთი სიტყვით სულ საბავშვო ძალიან ესეთი მორალური, ასე ვთქვათ, იდეური სპექტაკლი გამოგვიყვება. ანუ რაც მთავარია ბავშვებს მოეწონათ და კმაყოფილები იყვნენ. რა თქმა უნდა, ყოველ შემთხვევაში არავის ვთქვას. ლევან, სანამ სამომავლო გეგმაზე გადავიდოდეთ სასაუბროდ და მე ვიცი რომ დალხინებული ცხოვრებაც არ არის ქუთაისის თოჯინების თეატრში, იქნებ მანამდე გითხრათ ვინ დადგა სპექტაკლი, ვინ თამაშობდნენ, მე ვიცი რომ თეატრი დატოვებული თეატრიდან წასული მსახიობებიც დამოაბრუნეთ თქვენ და შეიძლება ისაგვარად ცდილობთ რომ ისინი იყვნენ დაკავებულნი რეპერტუარში, ხო? დიახ, გისმენთ. დღიდან დაბრუნების თეატრში მე 10 წელიწადია აღარ ყოფილა, იმიტომ რომ ბორჯომის თოჯინების თეატრში მუშაობდი 2005 წელს ავედი თეატრიდან. დიახ. და დღიდან დაბრუნებისა პირველი სიტყვა ეს იყო, რომ ის ხალხი, ვინც მიზესთა გამო თეატრს გარეთ დარჩნენ და მე ვთვლი, რომ მათი თეატრში დაბრუნება მათი ინტელექტუალური თვალსაზრისით, სტატუსის თვალსაზრისით საჭირო იყო დაბრუნდნენ. მართალია ესენი არ დაბრუნებულა როგორც მსახიობები, იმიტომ რომ მათ თავად განაცხადეს ამაც რომ ჩვენი წლოვანება დღევ გასული არის და ამიტომ კალბატონი ანა ასათიანი, რომელიც პროფესიით დაწყებით სკოლის პედაგოგი გახლავთ, წლების მანძილზე ჩვენი თეატრის წარმატებული მსახიობი გახლავთ, პედაგოგად დავაბრუნეთ, მაგრამ ნოსტალგია ჰქონდათ ასევე კალბატონი ლუიზა ხინდავა, რომელიც მუსიკალური მუსიკის ავტორი არის ამ სპექტაკლის. დაბრუნდა მუსიკის პედაგოგად და მათ ნოსტალგია, მათ შეუპირდი რომ ერთ სპექტაკლს მათთვის დაიდგმებოდა ერთი სპექტაკლი თეატრი აჩუქებდა მათ, რომ ის ნოსტალგია, სურვილი აესრულებინათ, რაც წლების მანძილზე მათ ჰქონდათ თამაშის. ძალიან წარმატებულად არიან ახალი თაობის წარმომადგენლები, ძველი თაობის წარმომადგენლები, ძველი თაობიდან არიან კალბატონი ნუნუ ქუთათელაძე, კალბატონი მარინოვსკი, თავად ანა ასათიანი, კალბატონი ლუიზა ხინგავა, მაგრამ
აღსანიშნავია, რომ ახალი თაობის წარმომადგენლებიც არიან ბავშვები, რომელსაც პირველად შევხვდნენ სცენაზე, სერგო ქუთათელაძე, რომელიც ცალთვალაკათას თამაშობს და თეონა მარგველაშვილი, რომელიც იისფერად აქვს თამაშობს და მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ რომ ნახავს მაყურებელი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს ვითქვის, რომ ეს არ არიან ახალგაზრდები, კარგად გამოცდილები, კარგად დაუსტატებულები, მათ ყველაფერი გააკეთეს და ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ისინი აზროვნებდნენ მთელი რეპეტიციის ნაწილზე, ფიქრობდნენ, წვალობდნენ და მიაღწიეს კიდევაც ასე, რომ მე მიმაჩნია, რომ ეს ერთ-ერთი მაგალითია ეს სპექტაკლი იმისა, თუ როგორ შეუძლია ძველს და ახალ თაობას ისე უშუალოდ ერთ სპექტაკლში, რომ მათ გასაყოფი არაფერი ქონდეთ. და ბატონ ლევან, თქვენ ახსენეთ, რომ ამჯერად სპექტაკლმა ჩაიარა არა ფონოგრამის, არამედ ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ხო? კი. რა შესრულება იყო და საერთოდ აკომპანირებას თუ უწევდნენ, თუ ეს აკაპელას ფონი იყო, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი გითხარით? თავად ფონოგრამა, თვითონ ფონოგრამა ჩაწერილი, მაგრამ ცოცხლად ასრულებდნენ, ანუ პლუსი არ იყო, მინუსი იყო ეს ყველაფერი. ტექნიკური თვალსაზრისით ეს მუსიკა კიდევ მეორე ფარის ქალბატონი სახინგალაში, რომელმაც მრავალი სპექტაკლი გააფორმა და ერთი 20-მდე ძალიან ხალხოსილი ქალბატონია ნამდვილად. კი, ძალიან კარგი და სხვათაშორის მას იცნობდნენ როგორც აქტიორს და როგორც მუსიკოს და არა და მისი მუსიკები მართლაც აი მისი სპექტაკლისათვის დაწერილი მუსიკები ნამდვილად თოჯინური არის, იმიტომ რომ მას ძალიან კარგად იცის სისტემა, პრინციპი თეატრის და ხასიათი თეატრის, ასე რომ მიმაჩნია, რომ მე მგონი მისი თეატრში ამ ხრივას უკვე დიდი წარმატება არის თეატრისთვის. ამიტომ შედეგი შეიძლება მოხდეს ამის დაბრუნებას თეატრში. ლევან, მე ჩემს ძალიან მნიშვნელოვანია როგორ ეკიდება ქალაქი თეატრის ბედს და თეატრისადმი რა დამოკიდებულება აქვს. მე როგორც ვიცი, ხელმძღვანელობა ცდილობს რომ მაქსიმალურად ხელი შეგიწყოთ, ხო? აი რა ხდება ამ კუთხით ქუთაისში? კი, მე ნამდვილად სამდურავი არ მაქვს, თუმცა მადაჭამაში მოდის ნათქვამია და არა საკუთრივ ჩემი თავისთვის, არამედ თეატრისთვის. რა თქმა უნდა, მაქსიმალურად რაც შესაძლებლობის პარკლებში, იმიტომ რომ პრინციპში მთელი იმ სამი თეატრის თეატრის შორის, რაც არის მესხიშვილის თეატრი, ოპერის თეატრი, ჩვენ თეატრში ასე ვთქვათ, მაინც უფრო მეტი ყურადღება მიეცა, იმიტომ რომ დაემატა 25,000 და პლუს 5,000 ემატება, რომ არ აქვს რეჟისორი და მინდა რომ რეჟისორი იყო შტატში. ხო, მივიღოთ შტატში, შტატი ჯერ არ იქნება, თუ ეს გაგრძელდება ეს ახალი წლიდან დაფინანსება, რა თქმა უნდა, შემდეგ ის გაკეთდება. ასე რომ ყურადღება ნამდვილად სურვილი არის, მაგრამ სურვილს ხანდახან აღემატება, იმიტომ რომ თავად პრობლემები არის ძალიან ბევრი ქალაქში, თუმცა მე ჩემზე ვტირი, ჩვენ თეატრზე ვტირი იმ პრობლემებს, რაც აუცილებელი არის, ეს მატერიალური ბაზა, საშინელი მდგომარეობა, განათების და მოგეხსენებათ განათება რას ნიშნავს თეატრისთვის. საშინელი მდგომარეობა არის თვითონ დარბაზი, საერთოდ ფოიესი. ერთი სიტყვით თეატრი არის კაპიტალურად გასაკეთებელი, მაგრამ რას იზამს? თავზევით დავა. მთელი საქართველოს მასშტაბით თოჯინების თეატრს არ ექცევა ისეთი ყურადღება, ხო, როგორიც საჭიროა. თბილისში საერთოდ შენობა არ აქვს და აი ქუთაისზე უკვე საუბარი არა და ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრი, იმიტომ რომ მაყურებელი აქ უნდა ჩამოყალიბდეს და აქ უნდა შეუყვარდეს თეატრი და ისოლირება. გეთახმებით, მაგრამ სამწუხაროდ თოჯინების თეატრი თვითონ ეს თოჯინების თეატრი როგორც ხელოვნება, ფენომენი თოჯინური ხელოვნებისა არ არის გაგებული ისე როგორც საუშუალო დრამატული თეატრის, საოპერო თეატრის. არადა ეს ისეთი ორიგინალური ჟანრია, ანუ ჩავთვლით მარტო რომ ეს არის საუშუალო მარტო საბავშვო თეატრი. საბავშვო თეატრი არის მოზარდ მაყურებელთა თეატრის. ასე რომ თავად ჟანრი არის ისეთი, რომელიც ძალიან ცოტა არის ფოლკლორს წარმოადგენს. ეთნოგრაფიული ექსპონატი გახდა უკვე ეს ხელოვნება,
ჩვენ რომ ამას ძალიან დიდი საწყისები აქვს ცოტა დრამატულ თეატრს თქვენ მოგეხსენებათ ნიკა ბატონო დრამატული თეატრის ჩანასახზე უფრო წინ არის თოჯინური როცა აი ჯერ კიდე პირველ ყოფილი და ფიგურებისგან და ბერიკაობა და ყენობაც ფაქტობრივად ნიღბები და თოჯინური ჩუჩელა ბატონ დიმიტრი ჯანელიძეს კარგად აქვს აღნიშნული ნახევრად ბერიკული და ბერიკული თოჯინები ქვია იმ ნიღბების თეატრს რომელიც წარმოდგენილია თითქოს და ნიღბების თეატრით ასე რომ თუმცა არის ადამიანი ნამდვილად შეთქივა გული მაგრამ რა ქნას რაც არის ვერც მარტო გულის კივილი არ უშველის რა თქმა უნდა ნუ სასწრაფო არის ეხლა მე არ მინდა ცუცუნად ჩამეთვალოს ვიტყვი რომ ახლა ცუცუნით საქმე არ კეთდება კეთდება დაკაპიცებით მაგრამ სასურველი არის თუ ჩვენი კულტურის სამინისტრო უფრო გამოიღეს ვიტყვი რომ ძალიან ცუდი ტენდენციაა ის რომ სადადგმო ხარჯები არ აქვს თეატრებს არ არის მარტო ჩვენს თეატრზე ძალიან ცუდი ტენდენციაა იმიტომ რომ შიდა შემოსავალს იხელა დატვირთვარ და იხელა ვალდებულება უკეთებში აღებული აი ჩვენ მაგალითად წლის მოგება დაგჭა 24 ლარი წლის მოგება წარმოიდგინეთ ახლა შიდა შემოსავლით წლის მოგება 24 ლარი რა უნდა გააკეთოთ ხო ფაქტურად ვერაფერი ამიტომ ჩვენთვის ჰაერივითა მნიშვნელოვანი ახლა თუნდაც ერთი 10000 მაინც რო იყოს წლის განმავლობაში მე დარწმუნებული ვარ რომ ლევან კულტურის სამინისტრო გამოყოფს თოჯინოების თეატრისთვის ამ თანხას რომ თქვენ ელემენტარული მუშაობის საშუალება გქონდეთ და ხო მეტყვი რომ მოგეხსენებათ რომ ჩვენ მარტო მე კი არ მინდა რომ დავდგა რეჟისორების მოწვევა აუცილებელია რეპერტუარის მრავალფეროვნებისთვის, საფილმთა გაზრდისთვის, მათი ურთიერთობისთვის. მეთოჯინე რეჟისორები ბევრი არ აქვს და ვინც აქვს თუ ისინიც არ დასაქმდა და საქმე არ აკეთებს. ცუდად იქნება შემდეგ, ცუდად იქნება წლების შემდეგ ამ ხელოვნების საერთოდ მდგომარეობა. მე გულინსკი ვარ თბილისის თოჯინების თეატრის. მე რა რომ ეკუთაისის თოჯინების თეატრში ვარ. გულინსკი ვარ ნამდვილად. არ შეიძლება პირველი თოჯინებისა იყოს ასე შენობის გარეშე. არ შეიძლება ბათუმის თეატრი იყოს ასე ქუჩაში. არ შეიძლება დაუშვათ ბორჯომის თეატრს არ კონდეს ხელშეწყობა. რა თქმა უნდა, ახლა ყველამ თავისი შეუძლია, მაგრამ მე ახლა ბორჯომის თეატრშიც მუშაობდი წლების მანძილზე და იქაც განახეს ტექნიკური ბაზის მდგომარეობა. ერთის მე ყველა თოჯინების თეატრზე შემდგივა გული ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ მათი სიხარული და მათი ტკივილი ჩვენი სიხარული და ტკივილია. თუ ისინი იქნებიან ცუდად ჩვენ ნამდვილად კარგი არ დაგვადგება არც ქუთაისში მე თუ გითხავთ. ბატონ ლევან, ჩვენი საუბრის ბოლოს აუცილებლად უნდა გკითხოთ სამომავლო გეგმებზე. რას აპირებს მომავალში ქუთაისის თეატრი? მე მადლობა მინდა გითხრათ იმ შეფასებისთვის და მადლობა უთხრა იმ ჩემთვის ძალიან ძვირფას ხალხს ჩამოგზავნებული იყვნენ ბატონი ლაშა ხარტიშვილი ხო ლაშა ხარტიშვილი ირინა გოგობერიძე ბატონი ირინა კალბატონი მაკა ლელა ოჩიაური და ხო და ერთი სიტყვით ყველას ვინც ჩამოვიდნენ ძალიან დიდი ეს ნიშნულოვანი არის თეატრისთვის. არა აქვს ნიშნულოვანი, აბსოლუტურად არ მაქვს იმიშიში თუ გამაკრიტიკებდნენ ნეტაკი ვინმე ჭკუას მასწავლიდეს დამარიგებდეს რა შეცდომას უშვებს. ამაზე მეტ ბედნიერება ჩემი საქმისთვის არაფერი არ არის. რაც შეეხება ახალ მიზნებს, ახალ რეპერტუარში, ახალ სპექტაკლს, ძალიან მინდა და გავაკეთო ბერიკაობა ნახუცრიშვილის ჩინჩრაკას მიხედვით. ეს არის მოხეტიალე თოჯინების ფორმით გადაწყვეტილი, მაგრამ ეხლა ვიცხეთ ჩვენი ქუთაისელი დრამატურგის ბატონი გიორგი იმერელის ნაბოს ძალიან ისეთი კარგი იდეით, კარგი ადამიანური სიტყვით გაჟღენილი პიესა არის ეს და ძალიან მინდა რომ ნახოთ რა გამოგვივა, ასე რომ წარმატებებს გისურვებთ ბატონ ლევან. ურმესი მადლობა მინდა ყურადღებისთვის და დიდი პატივისთვის რომ დღეს გადაცემაში ჩავდეთ. რაზანე. დიდი მადლობა. თეატრს წარმატებას დიდი მადლობა. ნახვამდის ქუთაისის თოჯინების თეატრის პრობლემებზე საუბრობდით ჩვენ ახლა სამხატვრო ხელმძღვანელთან ლევან გაბრიჯიძესთან ერთად. ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში უკვე თუმანიშვილის სახელობის თეატრიდან მამუკა ტყემელაძე ჩაგვერთვება ახალი პრემიერის ამბებს მოგიყვება ის, ასე რომ დაგველოდეთ საინფორმაციო გამოშვების შემდეგ ჩვენ კვლავ ეთერში ვართ. ავანსცენა ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.
დაგიბრუნდით ისევ ძვირფასო რადიო მსმენელებო, სანამ დავიწყებდეთ ჩვენ თუმანიშვილის თეატრის პრემიერაზე საუბარს, უნდა მოგახსენოთ, რომ 28 თებერვალი გახლავთ გენიალური რამაზ შხიკვაძის დაბადების დღე. და მე მინდა ორი სიტყვა ვთქვათ ამ არაჩვეულებრივ მსახიობზე. ბატონ რამაზი, როდესაც მივიდა თეატრალურ ინსტიტუტში, ის გამორჩეული ჯგუფი იყო, იმიტომ რომ გურამ საყარაძე, ლეილა აბაშიძე, დამანა მდივნიშვილი, ჩემო ბატონო, ასევე ამ ჯგუფში იყო თათია ხაინდრავა, ლამზირა ჩხეიძე, ნათელა იონათამიშვილი, გამოკვეთილი ჯგუფი თეატრალურ ინსტიტუტში და შემდეგ ისინი უმეტესი მათგანი გადანაწილდნენ სხვადასხვა თეატრებში და ბატონი გურამი და ბატონი რამაზი მივიდნენ რუსთაველის თეატრში და იმ დღიდან მოყოლებული ბატონმა რამაზმა უამრავი როლი შეასრულა რუსთაველის თეატრის სცენაზე და უამრავი როლი ასევე კინოში. და უნდა გითხრათ, რომ მისი მოღვაწეობა არის სრულიად ფენომენალური, იმიტომ რომ ძალიან ცოტაა ასეთი რანგის მსახიობი. მართლა ძალიან ცოტაა, ნიკოლოზ, გეთანხმები. ხუთშაბათს თქვი ხო შენ? 28-ში. 28-ში. ჩვენ აუცილებლად უნდა გვეთქვა რამაზ ჩხიკვაძეზე 2 სიტყვა ამ გადაცემაში, სანამ დავიწყებდეთ თუმანიშვილის თეატრზე საუბარს. მე ჩვენ მსმენელს ვეტყვი, რომ 28 თებერვალს, სწორედ 28 თებერვალს, ასევე 1 2 მარტს, 12 და 13 მარტს თუმანიშვილის თეატრში გაიმართება პრემიერა მაცეკვე ტანგო. ეს არის თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით წარმოდგენილი პრემიერა, რომელიც ნინო მირზიაშვილის პიესის მიხედვით დადგა რეჟისორმა მამუკა ტყემალაძემ და მსახიობები არიან საკმაოდ თამბეჭდავი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას. ეს არის ნინო ჯანკვეტაძე, ზაზა მიქაშავიძე, გია ბესალაშვილი, კეთი ასათიანი, ბექა ჯუმუტია და ჯაბა სულაკაძე. და საინტერესო არის ის, რომ სწორედ მერიასთან თანამშრომლობით თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრმა დაიწყო ესეთი ერთობლივი პროექტის განხორციელება, ახალი ქართული პიესა. და სწორედ ამ პროექტში გაიმარჯვა ნინო მირზაშვილის ამ პიესამ მაცეკვე ტანგომ. ეს იყო პირველი ეტაპი ამ პროექტისა. მეორე ეტაპი იყო უკვე 2013 წელს, როდესაც თუმანიშვილის თეატრმა გამართა კონკურსში მონაწილე საუკეთესო 12 პიესის საჯარო წაკითხვა. სხვათაშორის მეც ვიყავი აქ. ხო, ეგ უნდა მეთქვა. და უნდა გითხრათ, რომ სრულიად მოულოდნელი ავტორი გახდა გამარჯვებული, იმიტომ რომ მანამდე ჩვენ არ ვიცნობდით ამ ნინოზე ამბობ? კი, დრამატურგს და ძალიან გამეხარდა, რომ ესეთი საინტერესო პიესა შემოგთავაზა. და უკვე მესამე ეტაპი არის სწორედ ეს 2014 წელს მაშინვე დაიგეგმა სწორედ 28 თებერვალს თეატრის სცენაზე აი ამ კონკურსში გამარჯვებული პიესის მაცეკვე ტანგოს პრემიერა, პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის. და ძალიან საინტერესოა ის, რომ ნინო მირზაშვილი, რომელიც საერთოდ არ არის პროფესიით დრამატურგი, ის არის დიზაინერი. ეს იყო მისი პირველი და ძალიან წარმატებული მცდელობა, როგორც აღმოჩნდა დრამატურგიის ამ ურთულეს სფეროში. მაცეკვე ტანგო გახდა მართლაც საყოველთაო ყურადღების ცენტრში. დაიბეჭდა ჟურნალში თეატრი და ცხოვრება, წარმატებული იყო საჯარო წაკითხვის დროსაც კინომსახიობთა თეატრში. რამდენიმე რეჟისორის ინტერესის საგანი გახდა, სხვათა შორის ეს პიესა და ეს დრამატურგი, თუმცა პირველი დადგმის უფლება მოიპოვა კინომსახიობთა თეატრმა. და სწორედ რეჟისორი მანანა ანთაძე, სწორედ ფონდიც თუმანიშვილის სახელობის არის შემოსალომე და ამიტომ ქალაქ თბილისის მერიის ხელშეწყობით დაფინანსდა ეს პროექტი და მამუკა ტყემალაძე არის რეჟისორი, რომლის პრემიერაც რამდენიმე დღეში იქნება და სწორედ ახლა მამუკა გვერდება ჩვენ პირდაპირ ეთერში. მამუკა, საღამომშვიდობისა. მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. ვიცი, რომ ერთი რეპეტიციიდან მეორე გეწყება და გაწამაწიაში ხარ, მაგრამ მაინც რო ძალიან მცირე დროს წაგართმევთ. პირველ რიგში მოგვიდავით რა ინტერესი გამოიწვია პიესამ. ვიცით, რომ პროექტში გაიმარჯვა სწორედ ამ პიესამ და თუმანიშვილის თეატრის სცენაზე დაეთმება ამ პიესის მიხედვით სპექტაკლი. დრამატურგზეც გვაინტერესებს 2 სიტყვა რო გითხრათ. ვიცით, რომ ის არ არის პროფესიით დრამატურგი, არის დიზაინერი და ეს მისი პირველი მცდელობა იყო, ხო, დიდ თეატრში. ეს არის პირველი მისი ნაწარმოები, დრამატურგიული ნაწარმოები, ეს მისი პირველი, საკმაოდ საინტერესოა. ესეთი კარგი ხარდი დიალოგებით, საინტერესო ამბით და ამიტომ აქ არის მოთხრობილი შუახნის თოლქმანის ისტორია, რომელთა ურთიერთობაც რაღაცით გაახუნდა დროთა განმავლობაში, მაგრამ მას მეზობლად მყოფი ახალგაზრდა წყვილი, შეყვარებულები, ახალგაზრდა შეყვარებული
შემხედვარი რაღაც უჩდება თვითონ ურთიერთობაში, რომ რაღაც გამოასწორონ, რაღაც ფერები უგრუნონ თავიანთ ურთიერთობას. ეს ყველაფერი ალბათ ნინოს აღზევს საინტერესოდ მოწოდებული, მოცემული და ვფიქრობ, რომ სახეობებით საკმაოდ საინტერესო ასრულებენ თავიანთ მოცემულ ამოცანას. ანუ ეს მე-20 საუკუნის ძირითადი პრობლემა. დიახ, მე მგონი მე-20 საუკუნეში საერთოდ ეს პრობლემები დგება ადამიანების ურთიერთობაში, რაც უფრო დიდხანს ცხოვრობენ ერთმანეთთან, რაც უფრო დრო გადის, მაგრამ ჩვენ ხელშია რამდენად შეუნარჩუნებს ჩვენს ურთიერთობებს ფერებს, რამდენად ხალისიანი ფერებით იქნება ეს ყველაფერი მაინც ჩვენ ხელში, ჩვენ მონდომებაზე. თქმა უნდა. ჩვენ სულზე. მაგრამ ეს სტიმულს ყოველთვის გაძლევს გარემო და ამ სპექტაკლის შემთხვევაში ეს ახალგაზრდა წყვილი აღმოჩნდა ეს სტიმულის მომცემ. ბავშვი არ დაბადებულა აბრაამს არ ქმნენო ჯერ ძალიან რთულია სპექტაკლზე ვისაუბროთ, მაგრამ მაინც შეგეკითხები, აი რას უნდა ელოდოს მაყურებელი რაღაცა გარკვეული ესეთი ვარსკვლავური შემადგენლობაა შენს. საკმაოდ კარგი, მე ვფიქრობ, რომ გამიმართლა ძალიან აი ამ სახეობებთან ოდესაც მუშაობდი, ეს არის ქალბატონი ნინელი, ბატონი ზაზა, ბატონი გია, ქეთია სათიანი, ზაზა მიქაშავიძე და გია აბესალაშვილი და ბატონი. და ვფიქრობ, ძალიან კარგი შემადგენლობა, საკმაოდ ესე მაგცი პროფესიონალიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ საინტერესოდ ართმევენ თავიანთ ამოცანებს და მე მადლობა მინდა გადაუხადო თეატრინა მადლობა გადაუხადო კულტურის ქალაქ თბილისის კულტურის განყოფილებას მინდა გადაუხადო მადლობა რომ მომეცეს საშუალება ესეც საინტერესო მასალაზე მუშაობა და ესეც საინტერესო მსახიობებთან მუშაობისთვის მინდა მადლობა გადაუხადო საინტერესო ვინ არის მხატვარი სპექტაკლის და ნინო კიტი არის მხატვარი ახალგაზრდა მხატვარი საკმაოდ ფიქრობ ნინო ძალზე თამამი გარემო შემოგთავაზა და მე ვფიქრობ, რომ აი ეს ზუსტად ის გარემო იყო, რასაც მე მქონდა შეხებულება და ძალიან საინტერესო უცხო ესეთი გარემო აქვს, თამამი გარემო მოწოდებული. ჩვენ არ თამაშობთ სცენაზე, სცენასაც ვიყენებთ. ანუ ძირითადად მოქმედება პარტერშია გამოყენებული, ამ ხერხშიაც იყენებენ, მაგრამ ნინო, ну აი ცოტა რაღაც თავისებურად შემოგთავაზა და ძალიან საინტერესო რაღაც გამოვიდა. არ ვიცით ნახოთ წინასწარ ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ რამდენი ხანი გრძელდება სპექტაკლი? 10 და 10 საათი და 15 წუთი. მე თამაშობ თქვაზე. შენარჩუნებული გაქვს მთავარი პიესის, ანუ იქ რაღაც ძალიან ისეთი კომედიური სიტუაციები თამაშდება და ხშირად ცვლიან ხოლმე რეჟისორები, როდესაც კომედიური ხაზი თავზე კომედია იყო. მაგრამ ჩვენ ბოლოსკენ ფინალში ცოტა რაღაც ნოსტალგია შემოვიტანეთ საერთოდ ადამიანებს, როდესაც თავიანთ ცხოვრებას შეყვარებულობის პერიოდში რაღაც სურვილები აქვს, რაღაც მიზნები აქვს. ეს შეიძლება მე დროთა განმავლობაში არ განხორციელდეს და ესეთი რაღაც სურვილი მიზანი ქონდათ, რომ პარიზში წასულიყვნენ ეს ადამიანები, ეს ცოლ-ქმარი და ჩვენ რაღაც ფორმა ხერხი შემოვიტანეთ, რომ აი ეს ნოსტალგია რასაც იმ წასulis მიმართ რაღაც ერთ ფორმაში გავაერთიანეთ რაღაც ხერხში. რომელსაც მაყურებელი როდესაც მოვა იხილავს. მე ვფიქრობ, რომ რაღაც ყოველ შემთხვევაში საინტერესო რაღაც უნდა ნახოს მაყურებელმა და საინტერესო შელოდება მაყურებელს. დიახ, მე ასევე მაინტერესებს მუსიკალური გაფორმება, რა მუსიკა არის გამოყენებული და ვინ არის ავტორი? ანი მურგულია მუსიკალურ გაფორმებაზე. ძირითადად რახან მაცეკვე ტანგო ქვია. დიახ. ძირითადად მოტივები გვაქვს აღებული. თუმცა არის კიდევ რაღაც სხვა ისეთი ჟანრის შემოპარული ასე რომ. ეს მხოლოდ ტანგო არ იქნება, რასაც არა, რა თქმა უნდა, მხოლოდ 28-ში პირველში და ორში ყველანი მოვდივართ პრემიერაზე. ყველა გეპატიჟებით თამაში თეატრში, ვფიქრობ საინტერესო
წარმოდგენასთან გვექნება საქმე. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ, დიდი მადლობა. მამბა დღემალაძე გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. წარმატებებს უსურვებთ 28 თებერვალს 1, 2, 12 და 13 მარტს გაიმართება ეს სპექტაკლი თუმანიშვილის თეატრში, ესე რომ ყველა მსურველს შეუძლია შეიძინოს ბილეთები 7 საათზე იწყება სპექტაკლი. ჩვენ კი მომავალ სამშაბათამდე გემშვიდობებით ბედნიერებასა და ჯანმრთელობას გისურვებთ. ნახვამდის. უმაღლეს ხელოვნებად ქცეული სანახაობა და მისი უდიდებულესობა. მაყურებელი, წარმატება და წარუმატებლობა, ობიექტური შეფასება და სამართლიანი კრიტიკა. თეატრზე უზომოდ შეყვარებული ადამიანები, სცენაზე და სცენის მიღმა. ავანსცენა. ნიკა წულუკიძესთან და სალომე კასრაძესთან ერთად რადიო იმედზე.